Top management დაიწყება ყველაფერი. ახლა მე კომპანიებთან ვისთანაც ვმუშაობ, კონსალტინგის თვალსაზრისით, მათი შექმნილია ის პრობლემები, რაც აქვს რა, ანუ მათი დამფუძნებლების, top მენეჯერების და ასე შემდეგ, ხო? მე მახსენდება ესეთი დიდი ხნის წინ, ალბათ ერთი 15 წლის წინ დავესწარი რაღაც ღონისძიება, სადაც ერთ-ერთი მომხსენებელი იყო Coca-Cola-ს გლობალური ვიცე-პრეზიდენტი, ძალიან საინტერესო ადამიანი, აი მაგარი გამოსვლა ჰქონდათ, ანუ ორატორიც კარგი იყო და ესე დაიწყო თავისი გამოსვლა, ეგეც საინტერესოა, რომ მე ვმუშაობ Coca-Cola-ში და ჩვენ ვართ უფრო მეტ ქვეყანაში, ვიდრე გაერთიანებული ერების ორგანიზაციაო რა და აღმოხდა დარბაზი და მე თქვა, რომ თქვენ შეიძლება ნახოთო სოფელიო აფრიკაშიო, სადაც არ არის ელექტროობა, არ არის კომპიუტერი, არ არის ინტერნეტი, არ არის წყალგაყვანილობა, არ არის კანალიზაცია და Coca-Cola არისო. და ეგეთ დისტრიბუციას ვამუშავებდა და ისე აღმოხდა რომ ყველ მაგარი მომზადებულიც იყო და კარგი გამოსვლა იყო და ერთ-ერთი ამ კაცს რაც კითხეს, მე კითხვა-პასუხის ამბავი რომ დაიწყო, კითხეს რომ თქვენ რას სწავლობთ, თქვენ რას მეცადინეობთ. რიტორიკულივით იყო ეს შეკითხვა, რომ აი ოდიდო, შენ რაღა უნდა ისწავლო, აი ესეთი შეკითხვა იყო და იმან თქვა, რომ რამდენიმე უცხო ენას ვსწავლობო, Coca-Cola-ს ბიზნესი რომელ ქვეყნებშიც მაბარიაო, იმიტომ რომ ჩემი აზრითო ის ხალხიო, ვინც ჩვენ გაგვამდიდრაო, იმსახურებს ჩემგანო, რომ მათ ენაზე ველაპარაკო რა. ნუ აი ახლა ხო ხვდები ემოციური თარჯიმანიც ეყოლება და მილიონი თარჯიმანი, მაგრამ რომელი AI იზამს მაგას, რომ ადამიანმა ეს ემპათია გამოხატოს და მადლიერება და მართლა გაამდიდრა იმ ქვეყანამ, ხო, რომელშიც ყიდის თავის პროდუქტთან ძალიან ისეთი ღირსეული და საინტერესო პასუხი იყო და მეორე ნაწილი, რომელიც ჩვენ საუბარს ეხება უშუალოდ, თქვა რომ კიდევ 20 წლის ის მყავსო ტუტორიო, რეპეტიტორი, ასე ვთქვათ, მასწავლებელიო, რომელიც ტექნოლოგიებს მასწავლისო რა და აქ ცოტა დაბნეულობა გამოიწვია, რომ რა ტექნოლოგიებს გასწავლისო აი კონკრეტულად, რომ Word-ი და Excel-იო. თან ეს შეკითხვა იმიტომ დაუშვეს, რომ IT დეპარტამენტები გეყოლება თქვენ გრანდიოზულიო რა და რას ქვია, შენ რატო სწავლობ? ამ კაცმა თქვა, რომ ყველანაირ ტექნოლოგიას მასწავლისო, კომპიუტერულ თამაშებსო, ახალი ტელეფონები რო გამოდისო, რაღაცეებიო, ეს ეხლა უკვე AI-ზე იქნება გადასული ცხადია, მაშინ AI არ ხსენებია და შენ რატო უნდა იმეცადინო ესე კითხეს რა და თქვენს რომ მე ვიცით რისი მეშინიაო რომ გამოიტანენო ბორდზეო რაღაცა ძალიან ჭკვიანურს და მე ვერ მივხვდებიო რა და აი შეხედე როგორი თემაა რომ ერთია რომ შენ უნდა იცოდე თუ არა ტექნიკურად რაღაცა და მეორე არის რომ მიხვდე რა არიცი და მიხვდე რა იცი და მიხვდე რა არის მნიშვნელოვანი და მიხვდე რა არის უმნიშვნელო ხო ამიტომ პირველი ამითი დავიწყოთ რომ უნდა მიხვდე რომ skills gap გაქვს. ანუ ეს ნაპრალი უნარებში არის. და ვერ მიხვდები შენ თუ იქ ახარ გადინოზავრება დაიწყე ტოპ მენეჯერმა აიყვან თანამშრომელს მენტალურ მათემატიკაში ამოწმებენ ვიცნობ ერთ მენეჯერს რომელიც აბა აი ზეპირად გაამრავლებ თუ არა რიცხვებს ამაში ამოწმებს ხალხს და რა ვიცი კი ბატონო მე არა ვარ წინააღმდეგი ხა იმის ორგანიზაცია რაშიც უნდა შეამოწმოს მაგრამ მე რას აპირებ გამრავლება თუ იცის ზეპირად და AI თუ არ იცის ERP სისტემა ბიზნეს ანალიტიკა data science თუ არ იცის გამრავლებინე მაშინ ციფრები და მე რა ვქნათ ძალიან მარტივია რომ ვერ დაინახო skills gap ამიტომ მე ვიტყოდი რომ ის ორგანიზაციები ვინც მაკვლევაში მიიღო მონაწილეობა და ვინც ამბობს რომ აქვს skills gap უკვე მაგარი ტიპები არიან რომ დაუნახავთ skills gap რა ხო იმიტომ რომ ის დანარჩენი ხალხი ვინც არ არის მაგ პროცენტში იმათ არ აქვს ხო skills gap არა როგორ არ აქვს skills gap აქვს ყველას და ვიღაც 100-ზე არ არის რომ skills gap აქვს ხო მე ვიტყოდი რომ ყველას აქვს gap-ი მეტად ნაკლებად ვიღაცას უფრო კარგადაა გააზრებული ვიღაცას უფრო ნაკლებად და ზუსტად მაგას ვეუბნებით ჩვენ ახლა ქართულ კომპანიებთან ვისთანაც ვმუშაობთ ვეუბნებით რომ ფიქრობ შარში ხარ არ ფიქრობ რომ შარში ხარ მაინც შარში ხარ უბრალოდ არიცი. იმდენი არიცი, რომ იცოდე, რომ პრობლემა გაქვს. ამიტომ პირველი დავიწყებდი მენეჯმენტიდან და ტოპიდან, რომ აი როგორც ამ Coca-Cola-ს ვიცე-პრეზიდენტმა, ტოპ მენეჯერებმა უნდა იმეცადინონ, რომ მიხვდნენ რა უნდა გააკეთონ. მეორე რაც უნდა გააკეთონ, არის რომ AI-ები და agent-ები და რაღაც მილიონი ტექნოლოგია, რომელსაც უბრალოდ რო კითხო, ვაი ამ სფეროში ვარ ორგანიზაცია, ხო უნივერსიტეტი ვარ, რა skills gap-ები მაქვს
ალბათ სავარაუდოდ და როგორ შევამოწმო ეს skills gap-ები და როგორ აღმოფხვრა ეს skills gap-ები და ასე შემდეგ. მე მჯერა ყველაფერთან დაკავშირებით, რომ თუ ამოცანა სწორად დასვამ, მერე უკვე იმაზე პასუხის მიღება არის იმ რეალობის ჩვეულებრივი ამბავი რა. აინშტაინს აქვს ნათქვამი ესეთი რაღაცა, რომ ხე რომ მქონდესო მოსაჭრელიო და 1 საათი რომ მქონდესო დრო ჯამშიო 55 წუთიო ხერხს გავლესავდიო და 5 წუთში ხეს მოჭრიდიო რა. ანუ აქეთ რო გადმოვიდეთ 55 წუთი უნდა დაიხარჯოს თუ 55 ერთეული 60-დან ენერგიის, რომ სწორად დავსვათ ამოცანა, დიაგნოზი სწორად დავსვათ და სწორი ინსტრუმენტებს მივაგნოთ. მერე დანარჩენი უკვე თავისთავად წავა და მე მჯერა ადამიანების და განსაკუთრებით ახალგაზრდების უნარებისაც და мотивაციისაც თუ სწორ ამოცანებს დაუსახავ და ის ზუსტად ეგ გეფი შეიძლება დაამძიმოს იმან, რომ მივიდეს ძალიან ჭკვიანი და ოქროს თავიანი ჯენზი სადღაც კომპანიაში და იქ უთხრან, რომ აბა საზეპიროები ეხლა და შინაგანად წესი უნდა ისწავლო და მენტალური გამრავლება არის თავარი და არასწორი ამოცანა დავსვათ და მერე არასწორ ამოცანას თუ დასვამ, არასწორ ამოხსნებს მიიღებ. მერე უკვე თუ სწორი ამოცანა დავსვით, მერე უკვე გადამზადება არის, რა თქმა უნდა, ამოცანა და გადამზადება ნიშნავს ყველაფერს, ტრეინინგსაც ნიშნავს, აკადემიურ პროგრამებსაც ნიშნავს, ლიტერატურასაც ნიშნავს, ლიტერატურასთან მუშაობის სწავლება, ინფორმაციასთან მუშაობის სწავლება, იგივე AI-სთან მუშაობის სწავლება. რეპორტში ერთ-ერთი ასპექტი, აი ის skills gap-ები სადაც არა აქვთ, ეგეც იცი რას დააბრალეს, რომ COVID-მაო ისე მოუჭირა ამ ტიპებს, რომ ბევრი skills gap-ი მაშინ დაინახეს. პედაგოგებმა რომ ონლაინ გაკვეთილების ჩატარება დაიწყეს, მაშინვე გამოჩნდა, რომ ის გეპი ძალიან დიდი იყო და ერთი პედაგოგი ახერხებდა კარგი გაკვეთილი, მეორე ვერ ახერხებდა. პედაგოგებს რას დავეძებთ? ტრენერები ჩვეულებრივ, რავი, ნაწილი ტრენერი ვერანაირ ტრეინინგს ვერ ატარებდა აბსოლუტურად. ჩვენ რაღაცა პატარა კლუბივით გავაკეთეთ ტრენერების, ერთი 10-მდე ტრენერი ვიყავით და ერთმანეთს უტარებდით ტრეინინგებს და ფიდბექს ვაძლევდით და ძალიან მოვინდომეთ. ეს ძალიან დაგვეხმარა, ხო? იგივე COVID-ის დროს მოხდა და ეხლაც იგივე უნდა მოხდეს და კლუბი გვაქვს გასაკეთებელი ვიღაცებს, მენეჯერებს, ტრენერებს, AI-ის კლუბი, რომელშიც ასე ვთქვათ, ერთმანეთს აი დავაჯანჯღარებთ რა და შენ თუ მოდუნდები დღეს მე უნდა დაგაჯანჯღარო და მე თუ ხვალ მოვდუნდები შენ დამაჯანჯღარო, რომ მოკლედ ახალი რაღაცა გამოჩნდა და HR-ებთან ერთად FM+-ის შეკრება რო გქონდა, ვანო ნადირაძის შვილი იყო, რომელიც 16 წლის არის და რა ვიცი რაღაცა კითხვები რო დავსვით, მოკლედ ხელი აიწია და რამდენიმე AI-ის ტული გვითხრა რომ ამას ვიყენებ, იმას ვიყენებ და ჩვენ რა ვიცი, ესეთ გაკვირვებული ხალხი უყურებდით, ესე იგი, ვითომ თავდადებული და ვითომ მცოდნე ხალხი რა და მოკლედ ეგრე არ არის რა, ისე სწრაფად ვითარდება, რომ სულ ფორმაში უნდა იყო და სულ უნდა ისწავლო და ეს ელასტიურობა უნდა შევინარჩუნო და მენეჯმენტიც, აი agile მენეჯმენტი, ეს ახალ თაობებზე მისადაგება და ასე შემდეგ რაღაცნაირად ერთიანდება ამ ყველაფრისთვის და იმ ხალხის გარეშე იმ გეპს ვერ დაფარავ. და იმ ხალხს კიდე სხვანაირი მენეჯმენტი უნდა და სხვანაირი პატრონობა და მოკლედ აი ყველაფერი დაკავშირებულია მაგ მხრივ რა.